მიმდინარე თვის ბოლომდე სემეკმა ნეტო დარიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლის მოდელი უნდა დაამტკიცოს. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ცვლილებების საბოლოო კონცეფციაზე აქტიურად მუშაობს. სექტორი დეტალების დაზუსტებას ელის. როგორ იმუშავებს ახალი მოდელი და რამდენად მომგებიანი იქნება ქსელში ფიზიკური და იურიდიული პირების ინტეგრაცია დეტალებით. ქრისტინე გამთენაძე გვიერთება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. მაიკო, მოგესალმები. ნეტო დარიცხვის ახალ მოდელში 100 კილოვატის სიმძლავრის სადგურების ინტეგრაცია იქნება შესაძლებელი. სემეკი ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლის ახალ წესს 31 ივლისს დაამტკიცებს. შესაბამისად, ენერგოპრო ჯორჯიას აბონენტი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები ნეტო დარიცხვის სისტემაში ჩართვას სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისიდან შეძლებენ. რაც შეეხება თელას, აქ ნეტო აღრიცხვაში ჩართვის ლიმიტი ამოწურული ჯერჯერობით არ არის. აქედან გამომდინარე აბონენტები თელასის ნეტო აღრიცხვის ქსელში ინტეგრაციას ლიმიტის ამოწურვამდე შეძლებენ. სემეკის თავმჯდომარის განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ ნეტო დარიცხვაზე გადასვლის საბოლოო წესი დამტკიცებული ჯერჯერობით არ არის, რეგიონებში ნეტო დარიცხვის ქსელში ჩართვაზე მოთხოვნა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისგან საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ წესი არ არის დამტკიცებული, მოთხოვნა არის და არიან დაინტერესებული როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები, რომლებიც განათავსებენ ამ სისტემებს. ენერგოპრო ჯორჯიას ქსელში ჯამური პიკური დატვირთვის 20% შეივსო მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს. ჩვენ ივლისში დავამტკიცებთ ამ წესს და ამ წესის დამტკიცების და გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შესაძლებელი იქნება უკვე ენერგოპრო ჯორჯიას ქსელში განაცხადების შეტანა ნეტო დარიცხვის სისტემაში ჩართვასთან დაკავშირებით. მანამდე ნებისმიერ პირს შეუძლია, რა თქმა უნდა, წინასწარ დაამონტაჟოს ეს სისტემები, უბრალოდ ქსელში ჩართვა მოხდება მას შემდეგ, რაც წესი დამტკიცდება და შევა ძალაში. ნეტო დარიცხვის ქსელში გადადინებული ელექტროენერგიის ფასთან დაკავშირებით რამდენიმე ალტერნატივა განიხილება. მაგალითად, თუ აქამდე ნეტო აღრიცხვის ქსელში ჭარბად გადადინებული ელექტროენერგიის გაქვითვა ხდებოდა, ახალი მოდელით ჭარბ ელექტროენერგიას თელასი ან ენერგოპრო შეისყიდიან, თუმცა სექტორის წარმომადგენლებს კითხვები აქვთ ტარიფთან დაკავშირებით. ბიზნესი ფიქრობს, რომ ნეტო დარიცხვით განსაზღვრული ტარიფები არც თუ ისე მომგებიანი იქნება. საპირისპირო მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით სემეკის თავმჯდომარეს. ყველაზე მთავარი და საინტერესო არის ის, რომ ქსელში ჭარბად გადადინებულ ელექტროენერგიას რა ბედი ეწევა. ვის მიერ იქნება ეს შესყიდული და წარმოდგენილი კონცეფციით სემეკი გვთავაზობს, რომ ეს უნდა მოხდეს იგივე თელმიკოს და ენერგოპრო ჯორჯიამის მიწოდების მიერ, თუმცა დაბალ ტარიფად. ეს დაბალი ტარიფი დღესაა დაახლოებით 5.5 თეთრი და ენერგოპროს ქსელში და 8.5 თეთრი თელასის ქსელში. ანუ თუ მომხმარებელი დააყენებს მზის ელექტროსადგურს და მიყიდის ელექტროენერგიას ენერგოპროს ან თელმიკოს ან თელას, ეს მაინც და მაინც დიდად მომგებიანი ვერ იქნება. თუმცა უფრო მეტად საინტერესო შეიძლება იყოს, რომ ეს ჭარბად გადადინებული ელექტროენერგია შეიძინოს თავისუფალმა მიმწოდებელმა, რომელიც მეც გადაიხდის ამ ენერგიაში. მომგებიანი იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ ერთის მხრივ მზის პანელების ფასები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ბაზარზე და მეორე მხრივ ენერგიის ფასები მუდმივად მზარდია. აქედან გამომდინარე მიმზიდველობა, რა თქმა უნდა, აქვს ამ სისტემას და სწორედ ამიტომ ბევრი ელოდება ამ წესის დამტკიცებას. ცნობისთვის ენერგოპრო ჯორჯიას ქსელში არსებული ლიმიტის ამოწურვის გამო ნეტო აღრიცხვის სისტემა 28 თებერვლიდან შეჩერებულია. თელასის ქსელში კი, როგორც ცნობილია, ნეტო აღრიცხვის მოდელში ჩართვის შესაძლებლობა 2027 წლამდე იქნება შენარჩუნებული, თუ კი მანამდე ლიმიტი არ ამოიწურა. მადლობა, ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ამ საკითხს გადაცემის ბოლოს უკვე ჩემი თანაწამყვანი კიდევ ერთხელ მიუბრუნდება.